არის ალექს? ეს რუკა თუ სწორად არის და თუ სწორი კოორდინატებია, სადღაც 900 მეტრში მივალთ უკვე. ხო და მეც ეგ მოვნიშნეთ ეღამდას, ეგ არის თქო. ხო, ნუ მოკლედ ამ და სად მივდივართ? მივდივართ, მოკლედ ვეჯინში ვიყავით წინა გადაცემაში, მაგრამ კიდე ვეჯინში მივდივართ. სხვა ვეჯინში. სხვა ვეჯინი დავარქვათ გადაცემას. ხო, სხვა ვეჯინი რა, უბრალოდ ეს ვეჯინი უფრო ცნობილია. რადგან ეს იყო ძალიან დიდი ცენტრი, ქალაქი, კომპლექსი, რასაც აუცილებლად განახებთ, მაგრამ პირველი სადაც მივდივართ, რა თქმა უნდა, ირინე მოჩხრიკა და აღმოაჩინა ანტიკური ხანის სამარხი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს რეგიონი ანტიკურ ხანაშიც საკმაოდ დასახლებული ყოფილა. და არა ხო დასახლებული, განვითარებული. მოკლედ მივდივართ ვეჯინის გადასაღებად, ოღონდ ვიწყებთ, რა თქმა უნდა, სამარხით. ჩემი საყვარელი თემით, სამარხით. და აი უკვე სადღაც 300 მეტრში მივალთ, თუ რა თქმა უნდა სწორი კოორდინატებია, კიდევ ერთხელ განმეორდები და თუ ნამდვილად არის ეს სამარხი ასე. მეგონი ვიღაც ეზოში მივალთ ახლაც, რასაც გული არის გამორიცხული. თუმცა ეგეც საინტერესო იქნება. აჰა. აბა დარჩით ჩვენთან 180 მეტრი დარჩა. 150. აუ, რა თული ჩასავარდნია მარცხნივ. ერთი რო გადაგიწდეს ბორბალი. აი, სადღაც აქ მართლა ვიღაცის ეზოშია? აქ რომ მივაჩერო ასე ხომ შეიძლება. ვიცი რა, ეს ვიღაცას უნდა ვკითხოთ. ნახე, ამ სახლის მოიცა უნდა გავსდეთ ერთი წამით. აი გერ არის შეხედე? აი აქ მიდი. ბიჭო ეზოში იქნება ახლა. როცა ვიღაცამ რაღაცა ჭაი. რაღაც იპოვა შემთხვევით? აი ეს ძაღლი როა მანდარი. კაი, მოდი. არა, აი აქ ღობიდან გადავიხედოთ მოკლედ და შევხედავთ რა. მეცადე? ჩუგიკო. აბა გადავედით, ვნახოთ რა ხდება. ვაიმე. აუ რა კარგი ყოფილა. მუხლის გაშლა. მოდი მოგეფერო, მოდი. ნახოთ, აბა თუ სწორად მოვედით. ჩანს რამე? გამარჯობა. ჩუგი. გამარჯობათ. ეს არის თუ შეგიძლიათ, რომ აი ეს ადგილი მოგვაძებნინოთ, აი სამარხია რაღაც ძველი, ამ სახლ. აი აქ არის. აქედან დაბლა თქვენი ეზოდან თუ დაბლა ეზო რო არის? არა, აი კედელი სადაც ხდება მანდარი. და საიდან მოხდეთ ეს? აი აქედან. აგერ არის. კარგი, მადლობა დიდი. მადლობა. რა ბიჭო? ნუ, ვიცი რა არის, შემთხვევით აღმოაჩინეს ეს სამარხი მიწის დამუშავების დროს. ხო, ალბათ ამას რო ასწორებდა მიწას ვიღაცა. და ნახე ღობე არის ისა დატოვებულია. თან საქმე იმაშია, რომ ეს არ იქნებოდა მხოლოდ ერთი, ეს იქნებოდა რაღაც სამარხების ნაწილი და აი შემდგომში გათხრები დამუშავება მოხდა თუ არა, არ ვიცი. აი სადღაც აი აქ უნდა იყოს, აი. ეს არის ვითომ? კი, ნახე, ბრტყელი ქვა აგერ არის ერთი. ხო. როგორც ეს არის ვიღაცის კერძო ტერიტორია, არ ვიცი ვისია, ხედავთ რომ აქ რაღაც აშენებს, თუ გუყურებ. სალამი. არ გვიწყინო. იყო სამარხი, რომელიც აღმოჩნდა და შემდეგ ინახა, გაიწმინდა და შემდეგ დაკონსერვდა. ეგრე ხდება ხოლმე სტანდარტულად. ნუ აქ აღმოჩენილი იყო ძვლები და რაღაც ნივთები, რომელიღაც მუზეუმში ალბათ გადაიტანეს. ხო, შეიძლება ჯერ გადატანილი არ არის და ასეთი ძალიან ბევრია. მოგეთ, ეს ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, უხსოვარ დროიდან, მაგრამ არ ვარ გახსოვს, ყოველთვის იყო დასახლებული. რადგან ძალიან დიდი მნიშვნელოვანი გასაყარზე მდებარეობს და ვეჯინის ისტორიაც სწორედ ამას უკავშირდება, რადგან გინდა მე-7 საუკუნე, გინდა მე-10-11 საუკუნე, გინდა გვიანდელი შუა საუკუნეები, ამ ადგილს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა
იმავე თორემ ხშირად სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რასაც ადასტურებს მრავალი ისტორიული წყარო და მოკლედ მოლოდინი ჰქონდა რაღაცა კაი დახვდებოდა, კი დახვდა, მაგრამ არაფერი არ დახვდა. გზაში უკვე კი ვთქვით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ ვართ ვეჯინში, მაგრამ არა იმ ვეჯინში, რომელიც წინა გადაცემაში იყო, არამედ ამ ვეჯინში, ან ვეჯინის ციხეში, სხვა ვეჯინში ვართ. სხვა ვეჯინში, რომელიც უფრო ცნობილია, რა თქმა უნდა, ისტორიისთვის. უფრო ცნობილია ისტორიაში ეს ციხე კომპლექსი, სამონასტრო კომპლექსი და ზოგადად ძალიან დიდი ცენტრი იყო. თელს ჰერეთში კი, ვეჯინი იყო ჰერეთის სამეფოების სამთავრობო და საეპისკოპოსო ერთ-ერთი ცენტრი. ერთ-ერთი ცენტრი. ხოლო შემდგომში ხდება კახეთ-ჰერეთის ერთ-ერთი ცენტრი და დღეს უკვე ეს მხარე გურჯაანთან ახლოს ვარ და ითვლება კახეთად, მაგრამ ისტორიულად ეს მხარე იყო ჰერეთი. ანუ ჰერეთი იწყებოდა დაახლოებით ამ მხრიდან და კახეთი იყო უფრო ზევით, ის ვეჯინი იყო კახეთი. ის ვეჯინი, ანუ ის ვეჯინი. ქართლი რო გონიათ. ანუ მოკლედ საქართველოს მხარეებმა გარკვეულწილად იცვალა მდებარეობა და აი კახეთის სამეფო იწყებოდა მაშინ ქსნის აღმოსავლეთიდან. ანუ არაგვის ხეობა და თიანეთი იყო ძირითადი ცენტრი და შემდგომში კვეტერა, თელავი და შემდეგ მოხდა გაფართოება. მაგრამ ეხლა მთელი ეს ამბავი რო არ მოგიყვეთ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ახლა თავარია რომ ვართ ერთ-ერთ ძალიან კარგ კომპლექსში, მარტივად მოსასვლელ ადგილზე და დღეს გადაცემაში რაღაცა შემოგთავაზებთ. ვიმოძრაებთ დაახლოებით რამდენიმე კილომეტრის რადიუსში. სამანქანო გზით, მაგრამ გვექნება 1-2 გადახვევა გზიდან საფეხმავლო. იმედია ვიპოვით იმას, რასაც ვეძებთ და თქვენს გაგიზიარებთ. ეგ სიმღერის ტექსტი არ არის? არ ვიცი. ვიპოვი იმას, რასაც ვეძებდი. არ ვიცი. ნიას დიასამიც. სიმღერები შენიც. შენ ახარ სიმღერა. ესე იგი, ვართ ვეჯინის ციხე სიმაგრის ტერიტორიაზე, რომელიც პირველად მე-10 საუკუნის დასაწყისში იყო მოხსენიებული, მაშინ, როდესაც დაიდო ზავი. ეს არის ის პერიოდი, როდესაც საქართველოში არსებობს რამდენიმე სამეფო სამთავრო. მოგეთ, კახეთის მეფემ კვირიგემ გადაწყვიტა, რომ რანთა, ანუ ჰერეთი არის რანის, ანუ სხვადასხვა სახელით გვხვდება საქართველოს ისტორიაში, შემოერთება. მაგრამ ჰერეთის მეფე ამაზე თანახმა არ იყო. თავარი მეფე აფხაზთა, ანუ დასავლეთ საქართველოს მეფე კონსტანტინე, მოკლედ ისინი ერთიანი ლაშქრით მოადგენენ ვეჯინს და აქ ხდება, ასე ვთქვათ, მათი დაზავება და გარკვეულწილად კახეთ-ჰერეთის გაერთიანების პროცესი და სხვათა შორის შემდგომში უკვე მე-11 საუკუნეში როდესაც ხდება კახეთ-ჰერეთის მეფეს, ხშირად კახთა და რანთა მეფეს უწოდებდნენ, ხოლო არაბები გურჯთა და რანთა. ძალიან საინტერესო, ამიტომ როდესაც საქართველო შემდეგ ერთიანდება, ქართული მეფის ტიტული რა არის? მეფე ქართველთა, აფხაზთა, კახთა და რანთა და შემდეგ ემატება სხვადასხვა ტიტულატურა. ეს არის სწორედ აი კახთა და რანთა გადაკვეთის წერტილში ვართ, ახლა ჩვენ აი ზუსტად ახლა გურჯაანთან ძალიან ახლოს. ახლა ვართ ციხის ყველაზე კარგად შემონახულ ნაწილში. მინიმუმ 3 სართულიანი და სავარაუდოდ შეიძლება 4 სართულიანიც იყოს, ან იყო ეს კოშკი და კარგი სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ამიტომ ამ ციხის აღებას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა, რადგან აქედან ძალიან კარგად კონტროლდება ალაზნის ველის ყველა მიმართულება. ამიტომ აქ შედგა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა და ამბავი, რომელიც ყველა თქვენგანმა იცით და გისწავლიათ ეს ისტორიის წიგნში. გულისხმობ, როდესაც დავით აღმაშენებლის მამამ გიორგი მეორემ, როდესაც პრობლემა იდგა საქართველოს გაერთიანების, კახეთ-ჰერეთის მეფეს აღსართანს შეუტია და ვეჯინის ციხეს შემოარტყა საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი ალყა. მაგრამ ისტორიკოსები გვეუბნებიან, დავითის ისტორიკოსი კონკრეტულად გვეუბნება, რომ რამოდენიმე თვიანი ალყის შემდეგ გიორგი მეორე მოხსნა და დაბრუნდა ქუთაისში, ქუთაისი იყო მაშინ საქართველოს დედაქალაქი,
დაბრუნდა ქუთაისში, რადგან თურმე მოუთოვია და აჯამეთის ტყეში ირმები გამოჩნდნენ. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი აღსანიშნავი. ყველამ კარგად იცით, რომ დავითი როცა ხდება მეფე, ის არ მომხდარა სტანდარტულად, რომ გიორგი გარდაიცვალა და შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი. არა. მოხდა გარკვეული სამეფო და განატრიალება შეიძლება დავარქვათ, შეთქმულება. დავით აღმაშენებელმა თავისი ანზდელის, გიორგი ჭყონდელის დახმარებით მოახდინა მამამისის გადაყენება და გიორგის დარჩა სიმბოლოდ მეფეთ-მეფის ტიტული, მას საკმაოდ დიდხანს იცოცხლა 1012 წლამდე თითქმის და აქედან გამომდინარე გავითი ისტორიკოსი ცდილობს რომ რაღაცნაირად მთელი უბედურება რაც ხდებოდა დავით აღმაშენებლამდე რაღაცნაირად პირდაპირ თუ ირიბად დააბრალოს გიორგის და ეს ამას აღნიშნავს იმ ნაწილად ისე აღნიშნავს რომ თითქოს გიორგი იყო უპასუხისმგებლო მან უარი თქვა თითქმის აღებული ვეჯინის ციხის აღებაზე, რომელიც მას გაუხსნა ფაქტურად შემოიერთებდა მთელს კახეთ-ჰერეთს და ერთი შეხედვით დავითის ისტორიკოსი თითქოს ცდილობს თქვას ის, რომ გიორგი მეორე იმისთვის, რომ ინადიროს თითქოს ხელიდან უშვებს საქართველოს გაერთიანების შანსს. მაგრამ სინამდვილეში აქ მთავარი არის მეორე ფაქტორი, რომელსაც არ აღნიშნავს დავითის ისტორიკოსი, არის საუბარი იმაზე, რომ გიორგი მეორემ აქ ახლდა სელჩუკთა ჯარი. ანუ რა შემდგომარეობს, მანამდე ის იყო მალიქ-შასთან, დიდი თურქობის დაწყების შემდეგ. მოელაპარაკა, რათა მცირედით მაინც შეემცირებინა ეს უბედურება, რაც მაშინ საქართველოს დაატყდა. და მალიქ-შამ ესეთი ეშმაკური რაღაც შესთავაზა, რომ მეო შენო ჯარს გამოგატანო. მოდიო შენი ქვეყანაო გაერთიანე შემოიერთო. ანუ მალიქ-შას აწყობდა რა, რომ ერთი მართველთან ქონოდა საქმე და არა ცალკე გიორგისთან და ცალკე აღსართანთან, რაცა ერთიანად შეეკრიბა ხარკი, საკმაოდ დიდი ხარკი იკისრა გიორგი მეორემ და გამოატანა ჯარი. და როდესაც ქართველთა და სელჩუკთა ჯარმა შემოარტყა ალყა ვეჯინის ციხეს, ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ სელჩუკები საკმაოდ ცუდად იქცეოდნენ ის მათ ააოხრეს მიმდებარე ტერიტორია და რაც გულს უკოდავდა გიორგი მეორესო და გიორგი მეორემ სინამდვილეში ბევრი ისტორიკოსის აზრით და ჩემი აზრითაც ასე თქვა თავი ასე მოიმიზეზა აჯამეთში ნადირობის სეზონის გახსნა და უბრალოდ ეს გახდა მიზეზი რომ მოახსნევინა ალყა და უბრალოდ გადაიდო საქართველოს გაერთიანება, მაგრამ მეორე კუთხით მან აიცილა დიდი სისხლისღვრა, რაც შეიძლება მოყოლოდა ამ ყველაფერს და ალბათ ამით უნდა გამართლდეს ეს ამბავი. მოკლედ, ცოტა გზად გამომივიდა მოყოლა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ამ ციხის ისტორია უმეტესი ქართველისთვის სწორედ აი ამ ამბით არის ცნობილი და გიორგი მეორე არ არის ამ შემთხვევაში უარყოფით პერსონალი, ჩემი აზრით, მან საკმაოდ სწორი და სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, რომ აღარ გააგრძელა ძმათამკვლელი სისხლიანი ომი, მით უმეტეს თურქთა ხელით და ის ბრუნდება უბრალოდ ქუთაისში. უბრალოდ მიზეზი იყო ნადირობა. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე გარდა იმ კოშკისა, რაზეც უკვე ალექსანდრე მისაუბრა, სამი ეკლესია, ერთი კარის ეკლესია და კიდევ რაღაც საერთო ნაგებობა. ამაღლების ეკლესია, აღდგომის და წმინდა მარიამის ეკლესია. ძირითადად ეს ეკლესიები მე-16 საუკუნით თარიღდება გარდა ამაღლებისა, რომელიც მე-14 საუკუნით არის დათარიღებული, თუმცა არის ვარაუდი, რომ ერთ-ერთ კედელში ახლაც არსებული დიდი ქვის ფილა უნდა ყოფილიყო აქ მდგარი აადრინდელი შენობის შესაძლოა უშუალოდ ციხის პერიოდის ნაგებობის უნდა ყოფილიყო წესით. წავიდეთ ახლა და დავათვალიეროთ ეს ეკლესიები. მოგეთ ვეჯინის ციხე საკმაოდ დიდი და ვრცელი ისტორია აქვს, მაგრამ ვცდილობთ რომ რაღაც პატარ-პატარა საინტერესო ამბები მოვყვეთ. ერთი ამბავი რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხეში მოხდა ერთ-ერთი ალბათ გარდამტეხი ტრაგედია საქართველოს ისტორიაში, რადგან გაურკვეველ ვითარებაში, ამბობენ დაიღუპა, მაგრამ მოკლეს ლევან ბატონიშვილი. ეს არის ის ლევანი, რომელიც ხელმძღვანელობდა მორიგე ჯარს, რომელიც ერეკლემ დროს შეიქმნა, ერეკლე მეორის დროს, ეს არის მისი ვაჟზეა საუბარი, რომელიც ითვლებოდა ყველაზე
წარმატებულად ერეკლეს შვილებს შორის და მეფობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო და სავარაუდოდ სწორედ ეს სტატუსი გახალდა იმის ნიშანი, რომ ის აქ მოკლეს. და საქართველოს დაკარგა სავარაუდოდ ერეკლეს შემდეგ ერთ-ერთი წარმატებული ხელმწიფე არავინ არ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ამიტომ ამაზე ხშირად ვიფიქრია და მგონია რომ ალბათ რაღაცეები სხვანაირად მოხდება და განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობის ამბებში. ეს ტაძარი, რომელიც წინაც ახლა ჩვენ დგავართ, რომელსაც შემორჩა ძალიან საინტერესო უნიკალური ფრესკები, ეს არის ამაღლების ტაძარი და ამაღლების დღესასწაული ზოგადად აქ მიდამოებში ვეჯინსა და მიმდებარე სოფლებში ითვლება მთავარ დღესასწაულად. ანუ იმ მრავალ ეკლესიებს შორის, რომელიც უკვე ირინემ ჩამოთვალა და გარშემო ხეობაში კიდევ რა ვიცი, 1-2 ათეული მაინც იქნება ალბათ პატარა საყდრები და ნანგრევები, ეს ეკლესია არის უმთავრესი და სწორედ ამაღლება არის უმთავრესი დღესასწაული აქაური კახელებისთვის. ბეჯინის სამაღლების ტაძრის ფრესკები მე-16 საუკუნით თარიღდება და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაა ისინი განსაკუთრებული, არის მათი სტილი. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბეჯინის მოხატულობა ატარებს პოსტბიზანტიური ხანის ხელოვნების მკაფიო ნიშნებს. ის ავლენს გარკვეულ მსგავსებას ათონის მთის მონასტრების მე-16 საუკუნის მხატვრობასთან, რაც იშვიათი და ძალიან მნიშვნელოვანი პარალელია ქართული ხელოვნებისთვის. ციხის შემოსასვლელი კარიბჭე იყო ამ ადგილზე და აქ კარგად ჩანს ზუსტად ის მე-10 საუკუნის დროინდელი ნაშენი კედელი და მისი მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი აქ და ძალიან გარშემო, მაგრამ მხოლოდ ალბათ 10-15%-ია შემორჩენილი თავისი სასროლი ნიშებით და რაც მთავარია მე-12 საუკუნეში, როცა ვეჯინისთვის იყო ოქროს ხანა, შემდეგ ის კარგავს ფუნქციას, რადგან საქართველოს ერთიანდება, სხვათა შორის 1104 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელი შემოიერთეს უკვე საბოლოოდ კახეთ-ჰერეთს, კარგავს ფუნქციას და იმიტომ რომ ხდება ცენტრში, ანუ მას თავდაცვითი ფუნქცია მთლიანად გამოეცლება და აღმოჩნდება ქვეყნის შუაგულში ფაქტიურად. ხოლო შემდგომში მისი შედარებით აღდგენა და ეს ეკლესია მონასტრები უფრო მეტად აღდგენილია უკვე მე-14, მე-16 მე-17 საუკუნეებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს იშლება სამეფო სამთავრობა და კახეთის სამეფოს წარმოშობის შემდეგ ვეჯინის ნაწილობრივ ისე უბრუნდება ფუნქცია. ესე იგი ვეძებთ ერთ ადგილს, მთელი სოფელი დავაყენეთ ფეხზე. და აი ახალგაზრდამ გამოიჩინა ინიციატივა, გამომყევითო და მიყვებით. ვაიმე, რას გავხარში? ჩაო. მე მდინარეს გავყვები და სადმე სოფელში გამიყვანს. მომაკითხეთ. პატარა მეჩხერი და სადღაც აქ უნდა მოდიოდეს. ან მეორე ვარიანტია, უერთდება აი აქ. ორი ვარიანტია. ორი ვარიანტია. ან აქ გამოდიხარ და თუ რაღაცა მე აქ მოგაკეთე. კაი. ანუ უკანა გზა ხომ უნდა ავიაროთ. ვინაიდან აღმართში აი ესეთი რაღაცები ემართება, თავს უყავს ხოლმე ტოტებს. ამიტომ მიავალთ, აქ ბილიკი ვიპოვეთ. სამდივართ კიდე არ გეუბნებით, მაგრამ ჩვენ კაი, სადა. ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. ეს არის ბილიკი აშპარად რა. ასეთი არის, იწყება, მთავრდება ბევრი. აქედან ფართოვდება ხეობა და მარტივი სავალია. აი მოეჭიდე იმას და ჩამეხო. აგერ არის, ვიპოვე! აუ გეფოჭე მიჩემოთ არ შეხვიდე იცოდე. მოიცე, მოდი. აუ ეკო გამოდი, სახე? ჰო. მე მოვდივარ. რა ვიპოვეთ?
აი, ახლა გაიგებთ, ამდენხანი რომ ვიპორტკიალეთ. ხო არა, კარგია. მე ვეღარ მოვდივარ. მოდი. ეცი წამ. ამ უკანასკნელ ნაბიჯებზე. ხო, იმ ხელა დავიყვირო, ვიპოვე, ოი, მონაცრი ძაღლები. გავახმაურე ისევ. სად არის? აი აქ, მოდი ნახე. აი, კონახე. ესე იგი, რა არის ახლა ეს? როგორც ირინე მოკეკა, თავარი მოკეკავი. ვეჯინის ციხის გარშემო არის რამოდენიმე გვირაბი. მათ შორის ერთ-ერთი ყოფილა გამორჩეული, რადგან გასაგებენ წყლის გვირაბს. და რომელიც არის ბუნებრივად კასტრული, თან რაღაც ვიდეოც ვნახეთ, გურჯაანის ტელევიზიის გაკეთებული, გადაღებული უბრალოდ და მოგეთ ბილიკი ძალიან რთული რა არ არის. ანუ კოორდინატი არ მქონდა არანაირი. უშუალოდ იმ სიუჟეტშიც არ არის ზუსტად აღწერილი, როგორ და რანაირად უნდა მიხვიდეთ. უბრალოდ Facebook გვერდზე გამოჩნდა ერთი კარგი ბიჭი ზია თურმანიძე, რომელმაც დაახლოებით აგვიხსნა რუკაზე სად უნდა წავსულიყავით, რომ თავარი იყო, რომ ხევში ჩავსულიყავით. ხევშიც ვერ ჩავდიოდით ფიზიკურად, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდით საიდან დიდი ხევია, თან ორი ხევია, ერთ მხარეს და მეორე მხარეს და მე ის ახალგაზრდა ბიჭები შეხვდნენ მანქანით, რომლებმაც ჩასასვლელ ბილიკთან მოგვაცილეს და დანარჩენი კი ნახეთ რა დღეში ვიყავით მთელი გზა. ახლა ვეცდებით, შევიხედეთ, ანუ წყლის სავარაუდოდ წყლის სისტემა ქონდა სპეციალურად გამოთვლილი და ესე იგი სამი გვირაბი ყოფილა აქ. ერთი არის ეს გვირაბი, რომელიც სრულიად შემთხვევით გამოჩნდა, როდესაც ადიდებული წყალი წამოვიდა და გამოუთხარა ძირი ამ კლდეს, რომელშიც არის ეს გვირაბი. ერთი სული მაქვს, ახლა რა. აი შევეცით, ახლა ფანრები გვაქვს. პრასი გვაქვს. სანათები. წავედით ახლა. ამ სიმაღლეა დაახლოებით. ან ჩაკუზული ადამიანის სიმაღლეა დაახლოებით, ან მე როგორც ვარ. ჩაკუზული ადამიანის სიმაღლე არისო. ანუ დაახლოებით 70-დან 90 სანტიმეტრამდე რა. 70-90 სანტიმეტრი. მე ეკო ვარ. მაგრამ აქ რო შედიხარ. აუ რა ნამუშევარია ნახე. ანუ ვერ სწორდები ვერსად? არა. და ვერ ტრიალდები? ტრიალიც ეს გაჭირდა. ტრიალი დიდია შემოტრიალდები. მოდი, მაშინ ცალ-ცალკე შევიდეთ, მე აღარ შემოვალ. რა მაგარია. იდო, ვაი, უბობა. მოკლედ ერთად ვერ შევდივართ, იმიტომ რომ ვეღარ მოვტრიალდებით იქ. უკუსრით უნდა გამოვიდეთ უკან, ამიტომ კაი, რიგრიგობით შევიდეთ მაშინ. მე სპაიდერმენი გამოყვანი რა. ალექს, ეს ზემოთ ობობა იჯდა? ხო და საშიში რო არის არაუშავს? ეს მაისურით იყო ესური. მე ძალიან საოცრება. მაგრამ მე ალბათ თავს შევიკავებ ახლა. აქ ვეღარ შევალ. იმიტომ რომ სათანადო ფეხსაცმელი არ მაწვია. ავერად დაახლოებით 15 მეტრი და ნახე აქ ცოტა გაფართოვდა და ნახოთ საგამდე გავალთ. აქ თავდება მოგიმე დაახლოებით 20-25 მეტრია სიგრძის დაახლოებით მაგაზონის საშუალება ახლა ამდროჩი არ გვაქვს. შემოვედი ბოლომდე დაახლოებით 25 მეტრია როგორც ვთქვით, მაქსიმუმ სიგრძე. ბოლოში ცოტა ფართოვდება, მაგრამ არის საოცარი შეგრძნება, როდესაც ეხები ნაკლებად ცნობილ ადგილს.
კაია, მაგრამ აშკარად ამისთვის ბედ არ ვიყავით. ვაიმე რას გავს? კაი რა, ტელეფონი ალექს. არა უშავს. მაგრამ რა მაგარი ფერები და რა მაგარი ფორმებია. ვაიმე ძალიან მაგარია. ტელეფონს დახედე. არა უშავს, კარგად არის. გავრეცხავ ეხლა წყალში. ყეღრაში ბოდიალის შემდეგ გადმოვედით მეორე ხევის მეორე მხარეს და ვართ ამ საოცარ ლამაზ კოშკთან, რომელსაც ვეჯინის კოშკი ჰქვია, თუმცა აბაშიძეების კოშკსაც უწოდებენ, რადგან ის ეკუთვნოდა კრწანისის ომის გმირს ივანე აბაშიძეს. აგებული არის მე-17 საუკუნეში და რესტავრაცია ჩაუტარდა 86-87 წლებში, რა დროსაც აღდგენილი იყო სართულშუა გადახურვები და ბანის კედელი, რომელშიც მოეწყო სათოფურები და სალოდეები. ასევე ამ შენობაში იყო 2 ბუხარი და წავიდეთ ახლა დავათვალიეროთ შიგნით რა სილამაზეები გვექნება. აშკარად სართულშორის გადახურვა აღარ არსებობს. მოხსნილია მას შემდეგ. მე ეჭვი მაქვს, რომ აქ იქნებოდა ფიცრები, ან ეს იგი უწოდებული ბალკები დატოვეს. და ფიცრები უბრალოდ გაზიდეს. მაგრამ მართლა ეგრე ხდებოდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ 80-იან წლების ბოლოს როცა აღდგა, ნახეფლიანი და ბოლოში ბეტონითაც არის გაკეთებული, ამდენად კარგი გაკეთებული აქვს სხვა საკითხია, მაგრამ კარგად არის აღდგენილი. ერთი საინტერესო მომენტი, რაც უნდა აღვნიშნოთ. აბაშიძეების კოშკს ეძახიან ამას ადგილობრივები, როგორც უკვე ირინემ აღნიშნა, და ძალიან საინტერესო რომ აბაშიძეები არიან იმერლები, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სათავადო გვარი გახლავთ და ძალიან უცნაურია კახელი აბაშიძეები და უბრალოდ მათი ნაწილის გადმოსვლა ხდება კახეთში. აქ დამკვიდრება და სწორედ ივანე აბაშიძე შემდეგ გამოიჩენს თავს როგორც ერეკლე მეორის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული თანამებრძოლი. მოკლედ, კიდე რა შეიძლება ვთქვათ, რომ უბრალოდ იმ ემოციებისგან ჯერ ვერ გამოსულ ვართ, რაც ნახეთ მიწის ქვეშ. მაგრამ აქ არის ძალიან ბევრი საინტერესო ძეგლი. აი უბრალოდ ყველას ვერ გაჩვენებთ. ვერც მივდივართ ყველგან და ვერ ვასწრებთ. რადგან იმდენია, აი 10-ობით არის და აი ამის თავზე დგას ვეჯინის ციხე და ეს კოშკი როცა აშენდა, ეს უკვე არის ლეკიანობის პერიოდი და ტიპიური თავშესაფარი, თავდაცვითი კოშკი გახლავთ, ამიტომ არის ასეთი მასშტაბური და მრგვალი. რადგან საჭიროების შემთხვევაში აქ ლაშქართან ერთად, ან ჯარისკაცებთან ერთად უნდა შეხიზნულიყო სოფლის მოსახლეობაც. მოვედით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი მეცნიერის ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმში, რომელიც ასევე ვეჯინიდან არის. ანუ ამ სოფელმა საქართველოს და მსოფლიოს მისცა ძალიან წარმატებული და დიდი მეცნიერი განსაკუთრებით ფიზიოლოგიაში. და მუზეუმი არსებობს საბჭოთა სტილში აშენებული და დაკეტილი დაგვხდა, ვცდილობთ რომ დავრეკოთ, ნომერია მითითებული. შესვლა ღირს 1 ლარი ბავშვებისთვის და 2 ლარი მოზრდილებისთვის. ამ მომენტისათვის აბონენტი მიუწვდომელია. დაარეკეთ მოგვიანებით. The person you have called can სამწუხაროდ დაკეტილია. 2 სიტყვით გეტყვით, რა თქმა უნდა, ვინ იყო ივანე ბერიტაშვილი, რომელიც დაიბადა 1885 წელს სოფელ ვეჯინში და შემდეგ განათლება მიიღო თბილისში, თელავში, შემდეგ თბილისში და შემდგომში ის მიემგზავრება პეტერბურგში და ხდება ძალიან წარმატებული ფიზიოლოგი და დროთა განმავლობაში ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მეცნიერი და ივანე ჯავახიშვილმა 1919 წელს ის მოიწვია, როდესაც უკვე დაარსებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ივანე ბერიტაშვილმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში და ზოგადად მეცნიერების განვითარებაში. ის იყო ასევე დიდი ქართული ენციკლოპედიის ერთ-ერთი
წევრი, სარედაქციო კოლეგიის წევრი, ასევე მეცნიერებათა აკადემიის წევრი და მოკლედ სამწუხაროა რომ ვერ მოახერხეთ შეცვლა, მაგრამ ძალიან ნიშანდობლივია რომ ამ ძალიან კარგმა სოფელმა, რომლის ისტორიასაც დღეს გიყვებით, ციხეებისა და მონასტრების მიხედვით, საქართველოს აჩუქა ძალიან დიდი ადამიანი და დიდი მეცნიერი. დასრულდა ჩვენი დღევანდელი ძალიან საინტერესო გადაცემა. მგონია რომ მართლა ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით გვირაბის ამბავი. ცუდია რომ დანარჩენი 2 გვირაბი შეუძლებელი იყო რომ მიგვეკვლია და გვენახა, მაგრამ იმედია ვინმე ისეთი გამოჩნდება, ვინც იტყვის წამოდით ამოვთხაროთ ის გვირაბები და პირველები ჩვენ ვიქნებით, ვინც ვიტყვით კი, მოვდივართ. წარმოგიდგენთ რა მაგარი ციხე კომპლექსი იყო, რომ რამხელა სისტემა ქონდა. თავდაცვითი თუ რა ქვია წყლის მიწოდების და ეს სამალავის რა ვიცი ეს ამან გამაოცე ჩვენ კიდე გვინდოდა სხვა რაღაცების გადაღებაც მაგრამ ძალიან ბევრი პატარა ეკლესია რომელიც ქონდა გეგმაში დახვდა გვიხარია რომ ძალიან კარგად აღდგენილი მაგრამ ასე ვთქვათ დაკარგული ქონდა ეს ზედმეტად ევრორემონტი გაკეთებული ხო სამწუხაროდ შეიძლება ასე ვთქვა კი რა თქმა უნდა არის ეს პრობლემა რომ თანამედროვე მასალებით ხდება და განსაკუთრებით პატარა ტაძრების, კარგია რომ აღდგა, მაგრამ კარგი იქნება რომ მაინც მივაქცევთ ყურადღება ყველაფერი იმას, რაც უნარჩუნებს ზეგს თავის ავთენტურობას.